მივდივარ რესპუბლიკის მოედანთან და მე უნდა გამოვყე მათ მსვლელობას. ხო. ასევე საკაიფო ბანერს გავაკეთებ, მაგრამ მოხატულობა და უკანა ფონი და კონტური და მსგავსი რამ ვერ ექნება, თეთრზე უნდა შავით, მაგრამ მაგრად დავწერო რა. გაიფიცე, ან გაიფიცეთ, ან გაიფიცე საქართველო, ან რამე მსგავსი. ხო. ნახოთ თუ მოვასწრებ, შეიძლება სანამ მივალე იქამდე უკვე წამოსულები იყვნენ. არაფერია გამორიცხული. და რო სამზე ვერ მოვახერხე ვერანაირად. რაღაც 20 წუთი ეკლა მგონი რუსთავიდან რო წამოვედი. უკაცრავად თუ შეიძლება რა. მადლობა. უკაცრავად. მადლობა. მიყვარხართ? ეგაც იყოს, მაშინ ცოტა აქეთ მომალახოს. მიყვარხართ დროებით? ანდრო ჭიჭინაძის დედა. ხუთი წლის წინ სისტემამ ლუკას ირაძემ მოკლა. ვერ ხდები ცალ-ცალკე რატო მიდიან პარლამენტთან ან ზოგი პარლამენტთან ზოგი სახლში. ვერ ხდები. ერთად წავიდეთ, არა ჯობს ცოტა ხანი დაველოდოთ კიდე ერთმანეთს. და ერთად შევიკრიფოთ, აი ბლომა დაახალხე. გამარჯობა გინეს. გავიფიციო ეწერა. უკაცრავად. მადლობა. ჩვენი თუ ორგანიზდებით ისე რომ გასასვლელები არის ყველგან ღმერთმა არ ქნას რო რამე სასიარულო რა მოდროულად დიდ მანძილზე ბლომად ვიკავებთ კაი ბლომად ადგილს იო What's მადლობა. ვინა იფარეს სახეზე. გაჩერდი წამით. აი.
ხდება მაგის რაღაც. აი, მე აი, ჩამხარესაც გაიბლომად ხალხია, რაც მაგრა დასწავლებს. ეგ არის, მადლობა. მალუჩ, კარგი დღე. პოლიცია და აქეთ კიდე ნაწილია ერთ. ალბათ გვიერთდება სხვა მარშიც და უხარიათ, არ ვიცი. ან მანქანები გიცხადებენ სოლიდარობას უდინით, არ ვიცი. უკაცრავად გადავიღებ ბოდიში. საპარელი გადავიღებ უკაცრავად. მადლობა. მადლობა. თუნებოთ აიფარეთ სურათი. მადლობა. ხო, ბოდიში. ცა ვიდეოში კი ფოტო დამავიწყდა მომიტევით. ეგა, მადლობა. ეგ არის, მადლობა. არის, მადლობა. რა, თუ გნებავთ სახეზე აიფარეთ, თუ გნებავთ ისე სულეთია. ახელზე დავწერე, ახელზე. მე რამდენი ეგ არის, მადლობა. კარგი დღე, გაცნობ. მადლობა.
არის, წავედით პარლამენტისკენ. უკან კიდე მოდის ბლომად ხალხი. იქაც ყველგან იო ბევრი ვართ ასწორებს. უკაცრავად იქნებ რამენაირად გადავიღო. მადლობა. არა არის გამოსული. სისტემის არა გამორიცხული. შეიძლება თქვენ თავისიანი სპეციალურად რომ ერექენზე რაღაც გამოიწვიოს. არ ვიცი. ეს სპეციალურად სახი არ გამოვაჩინე ვიდეოში.
ასე რა. რუსთაველი იქამდე იქნება სულ გადაკეტილი, სანამ ჩვენ ვიდგებით აქ და ჩვენ ვიდგებით იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ. ეგა მარტივი არითმეტიკა, იოუ. ას უკრავენ სტუდენტებს. Quattro dire. Moce. Ეთრონ ხებს ეუბნები მალობა. ხო. ეთრონ მაგას ეუბნები ხოლმე რა, როდესაც ვინმეს ფოტოს ვუღებ რა, რომ გამოვაჩინო სახე თუ მარტო ბანერი თქვა და თუ სულ ერთია მაშინ ხან ისე ხან ასე და როდესაც ანუ იმასაც ვეუბნები რომ street artist-ი და graffiti artist-ი ვარ და ხო მეც ჩემ ვიდეოებს ყოველთვის ვადებ რა, იმიტომ რომ კედლებზე ისეთ მძიმე მესიჯებს ვტოვებ, რაც გაგოშა ჩემთან შედარებით არის ანგელოზი, ხო? ისეთ მძიმე იმებს ვაკეთებ. ახლა თისმის ეს ვიდეოში, მაგრამ არა უშავს. ძალიან არ გაიგონ ვისი ვიდეო. მოდეგა ჩემი ხელწერა. არა მარტო ასე ვწერ. ეს კიდე ისა რა, მორგებული აქციას რა, რომ მარტივად ასაკითხი იყოს, თორე ჩემი wild style-ი საერთოდ ვაუა. მადლობა თქვენ. ისა. შეგიძლიათ გამომიწეროთ სოციალებზე. იცით მე Instagram-ზე. ო, ყველგან ვარ, მაგრამ არცეთ პოპულარული არ ვარ რა. Underground-ი ვარ. ჩემგან კიდე იდეები მოუპარავთ, მაგრამ და დაუსპონსორებია და თემა 1 წამი 1 2 ცოტა აქეთ მოიწირა. ნუ კაი, ეგაც კაია. აბუ, ოღონდ არა 2 5 პირდაპირ. ტაბუ 9 2. ლათინური ასოები. უ ჩაოლებრივი. უი. 9 2. ამოვამდით. აი პირველი ვარ. მესმენდება. არაფერს. მან ისაც ამაქვს YouTube-ი მონიშნული მესამებნულად. და პირველი ვარ საქართველოსდან, ვინც street art-ზე და graffiti-ზე იმას აკეთებს ვიდეოებს. ამ ბოლო დროს არა განვითარების კუთხის სასამაღლებელი და საინტერესო მესიჯებით მაქვს street art-ი და თემა ყველაფერი ამაზე მაქვს რა, საპროტესტო კედლებზე. 23 ნაწილი არის და იმას უყურეთ რა. დანარჩენი ყოველდღიური აქაური თემებია. კარგად გენაცვალეთ. აი ეს არის გაფიცული და გაუფიცველი და ვისაც თავისი თემა არ აქვს და ვინც აქამდე უკვე წამოვიდა სამსახურიდან, ან ვინც მორჩა სამსახურს, ან ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის საქართველო და არ წყდება ნაკადი. იოუ, ასწავლებს. აი კიდე უკან და უკან მოდის და მოდის ხალხი. განსაკუთრებით იქითაზულში, მაგრამ აქაც არის ბლომად. ასე თავისუფლად. რადგან ღმერთმა არხნას თუ რაღაცა რომ გასარბენი ადგილი გქონდეს ერთმანეთს შორის, საჭიროა, მაგრამ ასე უწყვეტად და ამდენი ძალიან მაგარია. ალე სისტემას მოეღება ბოლოს. რომელიც სისტემატიურად გვაწამებს. მალე თვითონაც ეწამებიან, იოუ.
იქ რამდენი გროვდება და კიდე რამდენი ემატება სალამი ნუ აღარ ხوارდება არ ვიცი შესაძლოა ვწდები კი ემატება იქით კიდე ბლომად ხალხი მაგრამ მე მგონი გუშინ საღამოს 7-ზე უფრო მეტნი ვიყავით მაგრამ მაინც კაი ბლომა დავართ ეგ მაგრა დასწორებს იქ სიმჭიდროვე არის ვაუ აქ კიდე ნუ ეს თავისუფლად მაგრამ არ წყდება ნაკადი ასწორებს და ჯერ კიდე თეატრის შუიდან კიდე ემატება ხალხი ხო ნარუტოს მაისები ახლა გავედით იქ კედელზე რასაც ხატავ იმისა. არა, გამომიჩინე რა მაგას. კარგი, ინასელე. ეგ არის, მადლობა. ახეთ რა უსასრულოდ ბევრი ვართ, მაგრამ თავარი კიდე ის არის, რომ ჯერჯერობით 3 საათით შეუწყდა ბევრ სხვადასხვა თემას რა მუშაობა, მაგრამ მალე იქნება სრულად იმისთვის რომ ყველა გამოვიდეს გარეთ, ყველა უნდა გაიფიქსოს, მარტო სასტრაფომ უნდა იმუშაოს, და მე უკვე სწრაფადვე მალევე გავიმართოთ. გიტო ვკითხო. ეგ არის, მადლობა. კარგი დღე. თუ შეიძლება. მაგარია. მადლობა, კარგი დღე. მაგარი კაცი პატარა. ენერგიული. ეგ არის, მადლობა. ამჯერად აქ თავარ ადგილზე წინ უფრო მეტი ხალხია ვიდრე გვერდებზე და ვიდრე აქ. აი მადლობა, კარგი დღე. გამოგაჩინოთ თუ სულ ერთია? მეცა
ეგ არის მადლობა. ეს არ ვიცი, იმათმა გააკეთეს, ვიღაცას დაავალეს, რაც არ ამგონია, რატომღაც მგონია, რომ ვინმე ჩვენიანმა გააკეთა, იმიტომ რომ იმათ რო უყვარდეთ საქართველოს, იმას არ იზავდნენ ჩვენს მიმართ, რასაც აკეთებენ. ხო და მე მგონი ვიღაცა შეიძლება ერთიც არა, რომ სწრაფად ყოფილიყო, ალბათ რამოდენიმე მერტბაშად გამოვიდნენ და გააკეთეს ეს, არ ვიცი. ერთადერთი შეიძლება ის, რომ რახუნი არ იყოსო იმაზე, რა ქვია, საქართველოს დროშას ხო არ დაურახუნებენო, მაგ კუთხით, მაგრამ მაინც არ ამგონია იმად გაეკეთებინათ ეს. რატომღაც არ ვიცი რამდენად სწორი ვარ ამ ინფორმაციაში, მაგრამ ასე მგონია. ეს ალბათ სიბერიო თუ საბერიო. ლიტრა, კაი გოგონა. არის დაახლოებით ვის ნახევარი, ცოტა მეტი. უკაცრავად. მაიცა, ცოტა. მეგობრებო, ისაც გინდა დააწეთ, რაც გინდა მაგარი რაღაცა. Joost! ახლა დაახლოებით 7-დან 8-მდე, არა უფრო ნაკლები რა, ვიდრე 1 საათი მობილური წტენილი და ალბათ მაგ მომენტში გადაიკეტა აქეთან ნაწილი დარჩა რა და იქითაზე კიდე აღდგა მოძრაობა ტრანსპორტის სამწუხაროდ. კი, მაგრამ რაც მეტი პრობლემა იქნება ტრანსპორტის მეტი პრობლემა ექნება მერიას. მერია, პარლამენტი, ყველგან უმეტესობა ქოცები არიან და მეტი პრობლემა მაგათ ექნებათ. ხო. მე ასე ვფიქრობ ხო და ანუ, როდესაც მოდის მარშები ბლომად, ის კი არა რომ მოვიდა და ვიღაცა წავიდა. ის ვინც ადრე იყო, ისაც უნდა იდგეს და ისაც რომ ანუ არ გათავისუფლდეს გზა. ისე ქენი რა ჩანდე. ხო? აპ. ეხლა მინდა ფოტო გადავიღო და ვერ ვიღებ, იცი? აი, კაია. ერთიც. მადლობა. კარგი დღე. უკრაინა, საქართველო და ევროკავშირი, იო. ახლა ფოტო მინდა გამოჩნდეს სრულად. ეგ არის. მადლობა.
აი 3 საათიდან 8-მდე აქ ვართ. გადმოვინაცვლეთ და აქ ვართ. უკვე 9 წუთებია მგონი. აქციაზე გამოვედი აბა არ შეიძლება რა. ოიქით ბოლოში დამავიწყდა ჩასვლა. ნაცნობი ვნახე დაველაპარაკე, მაგრამ იქით უფრო მეტი ხალხი. ახლა ერთი სასამართლო იყო და არა თუ ჯარიმა და რამე ერთ სამხრე კამერა არ ქონდაო, მეორეს დასატენი ქონდაო, მესამე კიდე რაღაცა და კაიო წადიო მაშინა რა. ეგეთი თემა იყო. ხო, და მაგრად გამიხარდა, რომ სამართლიანი ადამიანი არ მოხდა უსამართლოდ ციხეში. რაღაც საინტერესო ლექცია. ისტორიული. ეს წმინდა ნინო ჯორი იქ ინახება ხან რომელ ტაძარში ერთ-ერთი ბაგრატიონების ერთ-ერთი აბსოლუტურად უპასუხისმგებელ თავმოვალსა რომელიღაცა ლისკოვოში სოფელში შენახული და ალექსანდრე პირველი, როდესაც უკვე კავკასიაზე დგება ამბავი, ალექსანდრე პირველი იბარებს და ეუბნება რომ წმინდა ნინო ჯორი მომგვარედო. წმინდა ნინო ჯორი მიგვარეს ალექსანდრე პირველს და წმინდა ნინოს ჯვარი შემოდის საქართველოში 1802 წელს. ჯერ დაშენებული არის სვეტიცხოველში და ძალიან უცნაური არ მიყვარს ხომ ესეთ შედარებები, მაგრამ 9 აპრილს ეს ჯვარი შედის სიონის საკათედრო ტაძარში. 12 აპრილს ქართველებს აცნობებენ რომ მათი სამეფო არ არსებობს. წმინდა ნინოს ჯვრის მოსალოცად მივიდნენ და დაახვედრეს რუსებმა ეს ამბავი. ხო გახსენდებათ იოანე ზოსიმეს წიგნის ყიდვის ისტორია. როგორ ჩამოვიდა იოანე ზოსიმეს წიგანი საქართველოში რა მიზეზით, ხო? ეხლა თანამედროვე პერიოდში. ესეთი მეთოდებს ხშირად იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თამაშობს რელიგიურ თემებზე და აი ესე იქნა გამოყენებული წმინდა ნინოს ჯვარიც საქართველოში ჯერ გატანილი, უცნაურად გატანილი, ზუსტად იმ პერიოდში გატანილი, როდესაც ნადირ-შაჰი უმტკიცებს ტახტს, კახეთის ტახტს და აი ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში ყველაზე მძიმე და ბუნცური პერიოდი ქართული ისტორიის. ბრძოლები და გმირებით სავსე, მაგრამ ყველა ეტაპი ზუსტად დღევანდელობასთან კავშირშია. უცნაური ამბავი ხდება, რომ 4 დიდი გმირი გააქრეს საქართველოს ისტორიიდან. ეს არის გააქრეს რა, ვერავინ ვერაფერს ვერ გააქრეს, მაგრამ არ ლაპარაკობენ ამ თემაზე. ეს არის მოგეხსენებათ ალექსანდრე ბატონიშვილი, ადამიანი, რომელიც 44 წელი სისხლის ბოლოწვეთამდე იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, სხვადასხვა ფორმებით. ეს არის პაატა ბატონიშვილი, ეს არის ვახტანგ მეექვსეს უკანონო შვილი, რომელიც ჯერ რუსეთში იზრდებოდა, შემდეგ გამოიქცა რუსეთიდან, ჩამოვიდა საქართველოში, მან ძალიან კარგად იცოდა არტილერია და ეს ხელოვნება და ერეკლეს უთხრა რომ ჩემი ტახტი დამიბრუნდეო რა, ჩემი კანონიერი ტახტი და მე ერთად გავაგზავნოთ. შეიძლება გაგებული გაქვთ ესეთი კოზმანაშვილების და დარბაზობის აჯანყება იყო, შეთქმულება, რაც გაცა ერთ-ერთმა მსახურმა და ქართლის თავადებს საშინლად დასაჯეს. მათ შორის თავი მოკვეთეს პაატა ბატონიშვილთან. ერეკლე მეორის მეუღლე ყოველთვის დედოფალი, ყოველთვის საყვედურობდა ერეკლე მეორის, რომ ერთადერთი კაცი იყო, ვინც რუსებზე ნამდვილ სინამდვილეს გეტყოდაო. ერეკლე მეორე ბოლომდე ნანობდა პაატა ბატონიშვილის თავისი ბიძის თავისკვეთას და ერთადერთი ადამიანი, რომელიც რუსეთის რეალური რუსეთის სახეს იქ იყო გაზრდილი. რუსეთის სახეს ელაპარაკებოდა ერეკლე მეორეს. ასევე ისტორიიდან არის გამქრალი, არ ლაპარაკობენ
ერეკლე მეორის ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ შვილს, ლევან ბატონიშვილს, რომელმაც სხვათა შორის შეწყვიტა ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე ტომების მარბიელობა. იმიტომ რომ შექმნა რეგულარული ჯარი, მან მიიღო დიდი განათლება რუსეთში და დაცინოდა რუსეთს და ის ერთხელაც, როდესაც კახეთში იყო, ერთ-ერთ ოჯახში ერეკლე მეორეს ეუბნებიან, რომ ლევან ბატონიშვილი მოკლა თავისი საყვარლის ქმარმა. ამაზე გამწარდა ერეკლე მეორე, თქვა რომ საგვარეულო საძვალეს არვა, მე აღმოჩნდა რომ ერეკლე ლევან ბატონიშვილი მოწამლულია და მისი გვარი, მისი სიკვდილის ისტორია კვლავ რუსებამდე მიდის. ლევან ბატონიშვილი კაცი, რომელმაც ფაქტიურად იმ პერიოდში შეცვალა ისტორია და ის უცებ გააკრეს. მას შემდეგ ისევ დაიწყო და მე ისევ ისტორიებში იკვეთება, რომ რუსები ძალიან ესეთი გაქნილად და დარეწრულად აფინანსებდნენ ჩრდილო კავკასიელ ტომებს, რომ საქართველოში ესეთი მარბიელი ჩაეტარებინათ. და ესეთი იყო გივი ამილახვარი, ძალიან ცნობილი, ძალიან ძლიერი პიროვნება და ძალიან როდესაც ვახტანგ მე-6 წავიდა საქართველოდან, პრაქტიკულად მისი გადარჩენილია ქართლი. მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ესეთი ტოლსტოი ურთიერთობა ჰქონდა ნადირ-შაჰთან, თუმცა სამწუხაროდ ერეკლე მეორემ და თეიმურაზ მეორემ კვლავ ჩააბარეს ის ნადირ-შაჰს. უცნაური ისტორია იყო. თვითონ გივი ამილახვის შვილი იყო მომავალში, შემდგომში დიდი ქართველი ესეთი რელიგიური სასულიერო პირის, კათოლიკოსის ანტონ პირველის საცოლე უნდა ყოფილიყო. და პირდაპირ მაგიდიდან ააცალეს აი ეს შეხვედრის დროს ეს საცოლე თეიმურაზი ერქვა იმასაც, მას და შემდეგ ის აღიკვეცა. ეს იყო საოცარი ადამიანი ანტონ პირველი, რომელსაც ედავებიან, რომ მეფხვის ყაოსანი არ უყვარდა შოთა რუსთაველი, თუმცა თუ დღევანდელი გადმოსახედიდან გადავხედავთ, შეიძლება ხო ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოებზე რაღაცა კრიტიკული, ხო არ ვიცით ის პერიოდი როგორ იყო. და აი ეს გმირები გამქრალი არის საქართველოს ისტორიაში. უცნაური კავშირი აქვს დღევანდელობასთან. ესეთი ისტორია დაწერა ერთხელ ღრმად პატივცემულმა იოსებ სტალინმა და კიდევ უფრო ღრმად პატივცემულმა თუ პირიქით ლავრენტი ბერიამ გადაწყვიტეს იოსებ სტალინმა გადაწყვიტა, რომ დაეწერა საქართველოს ისტორია. გადაეწერა. ეს არის ისტორია და დაავალა ივანე ჯავახიშვილს, ბერძენიშვილს და ჯანაშიას. დაიბარეს და თუ თქვენ ამ წიგნის თავფურცლებს წაიკითხოთ, იქ პირდაპირ წერია, როგორ ბერიას როგორ ჩააბარა სტალინმა ამ ისტორიის დაწერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ისტორია მიდის 1802 წლამდე, იქ აღარ გრძელდება. ისტორიის წიგნი. ივანე ჯავახიშვილმა აირჩია დასაწყისი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი არ დაწერა და ბოლო პერიოდი ყველაფერი მიდის იქითკენ, ეს წიგნი მე რამდენჯერმე გადაიწერა, მე ჯანაშიას თავიდან გადააწერინეს. ეს 4 გმირი იმ წიგნშია გამქრალი. ეს 4 გმირი იმ ისტორიის, რომელიც რეალურად იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას საქართველოში აკრიტიკებდნენ. ეს 4 გმირი, რომელიც ებრძოდა ბოლომდე რუსებს და სხვათა შორის რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ ცოტა ხნის წინ გავიდა რაღაცა ფილმი საზოგადოებრივ არხზე, სადაც ეს 4 გმირი იქაც გამქრალი იყო. ისე და ამ წიგნში ტოტლებენის, ალბათ ყველა მიცით ტოტლებენის და ერეკლე მეორის ურთიერთობა, როგორი ესეთი აი იქაც ესეთი ზუსტად ესეთი რამე გააკეთა ტოტლებენმა, როდესაც მან უთხრა, რომ აბა შენ შეუტიე ახლა იქ იმაში ასპინძის ბრძოლის დროს, აბა შეუტიე და მიანება თავი ჩამოვიდა თბილისში და იმისი თბილისის აღება უნდა და არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ერეკლე მეორე გადაერია და იქ ესეთი
დიდი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა და ამ ფილმში მეორეთაც ესე იყო უამრავი საშინელებები აკეთა ამ ტოტლებმა, რომელიც იყო ჩვეულებრივი გარეწარი ეკატერინე მეორემ გამოაგზავნა საქართველოს, უნდა ჩამოეხჭო, იმიტომ რომ ხაზინის ქურდი იყო და გამოაგზავნა საქართველოში, იმიტომ რომ ერეკლე მეორისთვის წაერთვა ტახტი. თუმცა არ გამოუვიდა ეს და აი ამ ფილმში არის ესეთი ფრაზა: ერეკლე მეორეს და ტოტლებს გაუგებრობა ჰქონდათ. ეს ხდება 21 საუკუნეში. დაწყებული ისტორია, რომელიც იწყება მე-17 საუკუნეში. ანუ ყველა ის ისტორია, რაც რუსებთან ურთიერთობაში დღემდე გრძელდება, დღემდე. აქ არის ერთი გიორგიევსკის ტრაქტატის ალბათ ძალიან ძლიერი ისტორია და გეორგის ტრაქტატის ამას დაიწერა რომელსაც საფუძველი შეუქმნა უტოპიურობა და მათემატიკა ეფოი შოლა იყო. ქართველი ადამიანი წინდა მოდიიღოჩა რომ კონდეს სამართლიანი დემოკრატიული ცხოვრება 9 კარიბო გასაგები. ევროპის 9 კარიბჭება გასაგები. 9 კლიტული. აი ვერ შევამჩნევთ. იტალიაში კარგავჭირო კანონებია შესაბამისი მისაღები. ეს არის ურთულესი სამუშაო. ეს არის მაგრამ აი ამ ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა დაიღეს ვალდებულება, რომ ერთ წელიწადში ამ 9 დათვალს შეასრულებენ და ერთ წელიწადში ახალი არჩევნებს დანიშნავენ. აი ერთ წელიწადში უკვე ახალი კლასი იქნება, საშუალო კლასი უკვე ჩამოყალიბდება და უკვე ახალი პარტიები და ახალი სახელებიც გაჩნდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კითხვა შეიძლება კითხვა? კითხვა რო დაგიწყო შეიძლება? არა, აუცილებელი, გავაკეთე. აუ იქ რო იტყვის, ჩაწერა არ გინდა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. მე გიორგი გზაშვილი ვარ, ახალგაზრდა პოლიტიკაში. სალამით რო. ნახავ. აშკარად ერთ რაღაც მომენტში კიდე შემოგვემატა ხალხი. აშკარად. Strong. Vamos guardar o
ეგ არის რა აქედან ხანემ აი ახლა კიდე ცოტა ემატება აქედან ხალხი ოდის ხო ოხ რაღაც კონცერტი იყო და არ ვიცოდი როგორ ჩანს. ეხავს მობილურის დატენვა და ჩაიყავის დალევა. კონცერტის ფასად დამიჯდა. როგორ ჩანს. ან რაღაც ლაივი იყო, საუბრები, არ ვიცი. ტელევიზიიდან გავიგები მედია. აი შაშკს თამაშობენ. აქ ჭადრაკია. არა თქო. ვაცო? ჭადრაკია. ასევე წიგნებსაც კითხულობთ. აქ ალბათ შაში არ ვიცი. სალამ. მოკლედ საინტერესო ხალხი ვართ. ახლა ისეთი გათიშული ვარ. წინადადების ჩამოყალიბებაც კი რთულია. ხო. ერთი რო 3 საათიდან აქ ვარ და მეორე კიდე ამდენი 48 არა 9 დღე უკვე ძალიან რთულია. მაგრამ ჯერ ისინი დაეცემიან და მერე ჩვენ წამოვწვევით. იოუ. ეს სიტყვები უნდა რამენაირად ავტორობაში შევიყვანა. ტაბუ 92 ავტორობით. ხო. რავი დრო გადის ჩვენ აქ ვართ და აქ ვიქნებით მარად და გადავკეტავთ მარად რუსთაველს. ხო. იმიტომ რომ ჩვენ მართალ მხარეს ვართ. ჩვენი ხმა უნდა იყოს როგორც გაგებული ისე მაიცა ფოტო როგორც გაგონილი ისე გათვალისწინებული. ხო, ჩვენ ამ თემაში მართლები ვართ, ღმერთი ჩვენკენა აუცილებლად გავიმართებთ. ორი აზრი არა. ხო. ახლა და გამოვთავ ვიდეოს დროებით. არა, გვარები მარტო დეპუტატების გვარები წავეკითხები? არა, სამივე წერია. აი, სამშობლო ვერ ნახავ. ეგ კაი, ეგ მოიწმეს. ამათი ამბავი ვერ მოუსტრესა. კიდეა ბევრი ძალიან კაი. არის 11 საათი 12-ის წუთები, ასე 15 წუთი დაახლოებით ან 20. და აქეთ კიდე მიდის უმეტესობა ხალხი 12-მდე ალბათ ცოტა დარჩება და პირველი წუთებზე ალბათ ისევ როგორც ყოველთვის. მაგრამ დღეა საჭირო, აი როგორც 3 საათზე რო შევიკრიფით. 3-დან ოღონდ, რავი, მე კიდე უფრო მაგარი იდეები მაქვს. მთელი თბილისის მასშტაბით გავაჟღერო, მე დამერხევა, მაგრამ ჩემზე ჭკვიანი ხალხი არის, ვინც ამას განახორციელებს ადრე თუ გვიანი. ხო, თან ხალხია მაგისტრის ბლომად საჭირო. თუნდაც ქუჩის გადაკეტვას. ისე რომ ახლა 1000 კაცი ვირგეთ არა. ზოგ ადგილას ყოველ შემთხვევაში ზოგან ეგაც პრობლემატურია, რავი. მაგრამ ამდენი რაც დღეს ვიყავით ნებისმიერ ადგილს გადავკეტავთ, იო. და გუშინ რაც ვიყავით მით უმეტეს. 2024 ჯუჯების სტუდიო. რუსთავ. Fuck the system. Yahoo! შენ მირთხავ მე ვდგავ არ ვიფს. შენ
კედლები და